წინა რამდენიმე ვიდეოში ვახსენე, რომ აქცენტური კედელი არის ერთ-ერთი დახვეწილი ელემენტი ინტერიერში და საინტერესო ხრიკი, ესე ვთქვათ, რითაც შეგიძლიათ თქვენი ინტერიერი უფრო ეფექტური და უფრო ელეგანტური გახდეს. ამ მარტივი ელემენტით თქვენი ინტერიერი გახდება აქცენტური, ეფექტური და თვალს არ მოუწევს ძებნა ინტერიერში რაიმე განსაკუთრებულის და ეფექტურის. რაც შეეხება საძინებელს და მისაღებს, ორი განსხვავებული სივრცეა, განსხვავებული დანიშნულების. საძინებელში ხშირ შემთხვევაში ირჩევენ ხოლმე შპალერით გაკეთებულ აქცენტურ კედელს, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, მხოლოდ შპალერი არ ქმნის იმ ეფექტს, რაც აქცენტურმა კედელმა უნდა მოგვცეს. სწორ პროპორციებში გაკეთებული მოლდინგები კედელს უფრო ელეგანტურ და უფრო არქიტექტურულ იერს აძლევს. განსაკუთრებით თუ ინტერიერი მიდის ნეოკლასიკურ სტილში. ასევე საძინებლებში ძალიან კაი ვარიანტია ავეჯის დეკორატიული მასალების გამოყენება, მაგალითად ხის ტექსტურა, შპონირებული პანელები, MDF-ი. ასეთი კედლები თქვენს სივრცეს ანიჭებს უფრო ძვირადღირებულ და დასრულებულ ვიზუალს. რომ შევაჯამოთ ეს თემა, საძინებელში ვიყენებთ შპალერს, მოლდინგებს, დეკორატიულ პანელებს, მისაღებში ვიყენებთ საღებავს, აქაც შეგვიძლია გამოვიყენოთ მოლდინგები, რა თქმა უნდა, და დეკორატიული პანელები. უკეთესია თუ საძინებლის აქცენტური კედელი ძალიან არ იყირებს, იქნება მშვიდი, მყუდრო, მისაღებში უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ მეტად აქცენტური კედლები, რომელიც მარტივად მიიქცევს ადამიანის ყურადღებას.